ნეტა შემეძლოს იმ სურნელის თქვენთვის ჩვენება და თქვენამდე მოტანა, რაც ეხლა აქ ხდება. ძალიან სურნელოვანია ჩვენი ჯუჯა მიხაკები. ეხლა არის წვიმების შემდეგ პირველად გამოანათა და საოცრად ყვავიან და ძალიან კაია, ეხლა კარგია აქ ჯდომა. რადგან ბევრი ვერ ახერხებს შეძენას, არც ისე იაფიღირს. 5, 7 და 10 ლარიანი ბუჩქები გვაქვს. ესენი შარშანდელი გამრავლებულებია. ბევრი ვერ ახერხებს ყიდვას, ბევრს ეხარბება და არა აქვს შესაძლებლობა. მინდა გაჩვენოთ მე როგორ ვამრავლებ. ბევრს გამოადგება, ვფიქრობ ეს ამბავი. აი ჩვეულებრივი ბუჩქი რომ ავიღოთ. ყველა ბუჩქს აქვს საყვავილე ღეროები, რომლებიც კოკრებით თავდება და ყვავილით თავდება და აქვს ისეთი ღეროები, რომელსაც არ აქვს კოკორი და ყვავილი. აი ნახეთ. აი. ამათი ამოჭრა ყველას შეიძლება. აი მაკრატელი დასრი, კარგი, წვეტიანი მაკრატელი მაქვს და აი თუ კუჩში ჩაუძვრებით აქა, ეს ღეროები კარგად ამოიჭრება. აი ნახეთ, ეს უკვე კალამია. აი დააკვირდით. აი ახლა ამას თუ მოვჭრით, აქედან ერთი კალამი დაგვრჩება და ამ ღეროს კიდევ დარჩა 2 გვერდით კალამი. ნახეთ, ეს დაიბუჩქება და ამ ხელა ბუჩქად გადაიქცევა. შემოდგომაზე, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში ყვავის გაუჩერებლად და გაუთავებლად ამ სურნელს აფრქვევს თუ კი მზიანი ამინდია სულ და აი ასეთ ბუჩქებად გადაიქცევა. უძლებს ქარს, წვიმას, სიცხეს, მოურწყაობას, ასეთი ამტანი არც ერთი სხვა მცენარე არაა. 7 სხვადასხვა ფერის მიხაკი გვაქვს ახლა. აი ნახეთ, აქაც კარგად გამოჩნდება. აი ერთი ღერო, რომელიც ერთი თავდება ყვავილით და აი ეს ღეროები, რომელსაც წვეროები აქვს და არ არის, აი ეს ხა კალამია, რომელსაც არ აქვს კოკორი წვეროს. კალმის დამზადებას და დარჭობას ეხა სათბურში გაჩვენებთ. აი ესეც ამოვაჭრათ, შეხედეთ? ამას არაფერი ამითი არ დააკლდება და ჩვენ კი კალამი დაგვრჩება. ადვილად ფესვიანდება, ძალიან ადვილად. აი. ასე, თლათ არ გავპუტავთ, რა თქმა უნდა, ცოტას დავზოგავთ, რომ ეს მცენარეც არ დავაუშნოვოთ. 2-3 კალამი რო ააცალოთ თითო ბუჩქიდან უკვე საქმეა. და წავიდეთ სათბურში, გაჩვენებთ როგორ ვაკალებ. აი მომზადებული მაქვს აქ ახლა ქვიშაში ეს კალმები აქ შევინახოთ. ახლა ვნახოთ შარშანდელი დარგულები, ამ გაზაფხულზე დარგულებს როგორი ფესვი აქვს. აი. სულ ყველა დაფესვიანებულია. აი შეხედეთ. აი. როგორი ფესვები აქვს. აი უკვე ბუჩქია, ნახეთ 1, 2, 3, 4. ეხლა ესენი შეწუხებულია, იმიტომ რომ ქვიშაში არა აქვს საკვები. და ამიტომ გაყვითლებულია. აგერ აყვავილი და კიდეც 1, აი ნახეთ. ეს უკვე ცალკე ენერგია. ეს ეხლა 1 თვეში ამას რომ დარგავთ, ფესვებს ცოტა შეუკვეცავთ. ამ ხელა ფესვები არ უნდა, ყვავილსაც გადავაწყვიტავთ. აი ასე დაარტყავს ეხლა ეს ნაყარს და 1 თვეში უკვე პატარა ბუჩქად გადაიქცევა. აი ახალი გადარგულები ნახეთ. უკვე ენერგია. ეს იქამდე რო გეხარბებათ გაბუთქუნებულები, კიდე 1 თვე უნდა მანამდე. აი ახალი გადარგული კალამია ახლა ეს. უკვე აქედან 5-დან ამოღებული კალამია ეს. უკვე ყვავის. და აქ თუ დააკვირდებით, ამას აგერ გვერდებიდან ამოაქვს კიდე უკვე პატარ-პატარა კვირტები. ეს კვირტები სულ ყველა ბუჩქად გადაიქცევა. თუ კი არ დაგენანებათ და ამას გადაჭრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყვავილზე აღარ დაკარგავს ძალას და ბუჩქად გადაიქცევა. ძალიან მალე. ეხლა გაჩვენებთ ის ჩვენი მოჭრილი კალმები, როგორ უნდა გაამზადოთ დასარგავა. ფოთლებს შევაცლით, გვერდებს, კარგად, აი ასე, და წვერსაც გადავაჭრით. აი ეს უკვე კალამია. და აუცილებლად დაფესვიანდება. ჩხირი ჩვეულებრივად ქვიშაში ჩავრგავთ. აი ასე. აი ნახეთ, ესენი მოვაცალოთ. წვერი გადავაჭრათ.
აი, კალამია. და ჭხირით ჩავრგოთ. ასე. ამდენი მიხაკი ახლა, რამდენი გვილაგია ხა ვიდეოებში გინახავთ, სულ მაგ 7 ცალი მიხაკიდან გამრავლებული. თელი ზამთარი უწავდით, ჭრიდით, კალმიდან კიდე კალამს ვიღებდით, კალმიდან კიდე კალამს ვიღებდით და იმითი გავამრავლეთ. ჩემი თანამშრომლების ასეთი მუყაითი შრომით, ამდენი შრომით მთელი ზამთარი ჯერ ჩითილები. ხა აქაც რამდენია, ნახეთ, ამ ყუთში თითქოს არაფერი, მაგრამ 500 ცალი კალამია. აი მე ერთ ყუთში, აი ამ ყუთში უკვე ფესვებიც გამოტანილია გარეთ 500 ძირია. ამას თუ გადარგავთ, თუ კი ადგილი გაქვთ, შესანიშნავად გამოგივართ. იმედია რომ ჩემი რჩევები წაგადგებათ და თქვენც ისევე გაამრავლებთ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ.